დილამშვიდობის ამეგობრებო, მოგესალმებით ტალღიდან FM 102.4 პროგრამა პიკისაც უსმენ და მოვიდა დრო იმისა, რომ ვისაუბროთ პრინტის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ. Ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ასოციაცია არტ კავკასიის თავმჯდომარე ნანა ყირმელაშვილი, რომელიც ასევე გახლავთ ღონისძიების ორგანიზატორი. მივესალმებით მას და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და ქალბატონო ნანა, უპირველეს ყოვლისა მოდით ვისაუბროთ თავად პროექტის შესახებ, ვამცნოთ უფრო მეტი დეტალი ჩვენს მსმენელს. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პროექტი ცოტათი უჩვეულოა, იმიტომ რომ ამ ფორმატით ესე გადის კი არ მიყვარს ეს ტექსტი პირველად საქართველოში, მაგრამ ესეთი ფორმატით მინდა ვთქვა. ეს არის პრინტის და აქ პრინტში მე ვგულისხმობ ხელით დამზადებულ პრინტს, ანუ როგორც handmade პრინტი არის ცნობილი, ეს არის გრაფიკის ერთ-ერთი მიმართულება, ოფორტი, ჟოლკოგრაფია, სერიგრაფია, რა ვიცი, გრავიურა, ლინოგრავიურა და ასე შემდეგ. ეს ცოტათი მოძველებული ჩვენთვის აი ესეთი, ანუ გადაგდებული თემასავით არის. უკვე ძალიან საკმაოდ რთული პროცესია, როდესაც არსებობს ციფრული ბეჭდვა, უკვე თითქმის აღარავის აღარ უნდა ამის კეთება. თუმცა ეს ესეთი დამოკიდებულება იყო, მაგრამ პროცესმა საერთოდ სხვა რაღაცა გამოავლინა. თუმცა აკადემიაში ძალიან სერიოზული გრაფიკული სახელოსნო მუშაობს, რომელიც ამ მიმართულებით არის დაკავებული და შევეცადე, რომ ეს ძველი თემა წამოგვეწია და გაგვეხადა პოპულარული. ეს თემა ახლა მე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერ გამოვიგონებ. თელ მსოფლიოში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და საკმაოდ მომგებიანია კრეატიული ბიზნესის თვალსაზრისით. და რატო? ესე იგი, ეს პრინტი ზოგადად და ხელით დამზადებული პრინტიც იძლევა კოპირების საშუალებას. აქ იბეჭდება, რა თქმა უნდა, ტირაჟს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ უნდა იყოს ტირაჟი დიდი, საერთოდ მიღებული არის 50-მდე, მაგრამ ჩვენ ძალიან პატარა რაოდენობა გავაკეთეთ, დაახლოებით 15-მდე, 10-15 ეგზემპლარი დაიბეჭდა. თითოეული ავტორი მოდის და თვითონ მუშაობს, ქმნის თვალწინ იქმნება ნამუშევარი. ანუ სულ ყველა ამათგანი არის ორიგინალი. და ეს იძლევა საშუალებას, რომ იდეა თვითონ პროექტის რა იყო, იცით, დღეს მასიური მშენებლობა, ახალი სახლები, ახალი ინტერიერები წამოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რაც ინტერიერში ხდება, ცოტა საშინელება არის, იმიტომ რომ არ ვიცი, გაურკვეველი ნამუშევრები კიდია, იქ რეპროდუქცია კიდია, იქ უცებ ვიღაცის შეიძლება ძალიან კარგი ნამუშევარი იყოს, იქ დიდი აღრევა. და წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც თანამედროვე ინტერიერის შექმნა უნდა, თავისი კუთხის შექმნა უნდა, ოფისის, საცხოვრებელი ბინის, მაგრამ არ აქვს საშუალება ბევრი ათასი გადაიხადოს, იყიდოს, ძალიანად შეიძლება მოსწონს, მაგრამ არ აქვს იმისი საშუალება, ხშირ შემთხვევაში სურვილიც კი. რომ ამხელა დიდი თანხების ინვესტირება მოახდინოს, თქვათ, ერთ ნამუშევრში და ერთი ნახატი ეკიდოს სახლში. ამიტომ ეს პრინტი ეს არის ძალიან სერიოზული ავტორები, რომელიც ჩვენ წელს წარმოვადგინეთ და მუდმივად იქნება თავის ხარისხზე ორიენტირებული ფესტივალი. თავისუფლად შეუძლია გაიკეთონ ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია, ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად ამ ფესტივალის მიზანი ეს არის, როგორც უკვე მივხვდით, ძველი ბეჭდური ტექნოლოგიების შენარჩუნება. კი, შენარჩუნება, აღდგენა და პოპულარიზაცია, რაც მთავარია. ეხლა ისევე როგორც ყველაფერი ცოტა ესეთი მოდური ქალაქია და გვინდა რომ ასევე რაღაცა მოდის კონტექსტშიც პრინტი ეხლა მე კიდევ ერთხელ გამეორდები რომ საოცრებას ვერაფერს ვერ ვიტყვი პრინტი ძალიან აქტიურად არის ტანსაცმლის დიზაინში გამოყენებული და საერთოდ ყველაფერში იმიტომ რომ გინდა ციფრული ბეჭდა გამოგიყენებია და გინდა ხელით შექმნით ამ შემთხვევაში მე მაქვს ლაპარაკი თვითონ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიას
და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ესეთი კომპაქტური ქალაქი, როგორიც ბათუმია, აირჩევა რამოდენიმე ნამუშევარი, დაახლოებით 20 ნამუშევარი, დაიბეჭდება დიდ ფორმატზე და გარდა საექსპოზიციო სივრცეებისა და სამი სივრცე აქვს ფესტივალს, ეს დიდი ბანერები განთავსდება საზოგადოებრივ ადგილზე. ანუ რა მინდა ადგილებში, კაფეებში, პლაჟზე, არ ვიცი, როგორც მერია მიგვითითებს, ბულვარზე რაღაცა დაპატიჟეს თვითონ ეს ქუჩის გალერეა გავაკეთეთ, ეს ერთ-ერთი პროექტის ნაწილია და უკვე ჩართულია ბათუმობაზე 3-4 სექტემბერს და რა მინდა რომ სპეციალურად კი არ მივედით გამოფენაზე. არ გვინდა ვისვენებთ ხო და მაინც ახლა რაღაცა უფრო პირდაპირ აი სიხარზად მე ძალიან კარგ კაფეში და თვითონ ნამუშევარი მოდის შენთან არ არსებობს რომ არ მიაქციო ყურადღება, ყველას თავისი ავტორი აქვს მითითებული და ნელ-ნელა მინდა რომ ეს რამოდენიმე ობიექტი იქნება ასევე, სადაც ეს ამორჩეული პრინტები გადავა ტექსტილზე, ანუ სპეციალური, ძალიან მინიმალისტური კაბა, მაისური, რაღაცები იქნება ჩანთები, ოღონდ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, ეს იქნება როგორც მამაკაცისთვის, ესევე ქალისთვის და ასევე გაკეთდება კერამიკის, სინთეზი ხდება ტექსტილი და პრინტი და კერამიკა და პრინტი. ქავატნანი, ნამუშევრები, რომელსაც ახლა რადიო 1.ჟ-ზე მიადევნებს თვალს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, სწორედ აი ეს ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი თუ ეს ნიმუშისთვის ეს არის ნაწილი, ეს არის ქართული კოლექცია, რომელიც ვორქშოპი, აი, იცით როგორ არის ეტაპურად, ვიტყვი რომ ცოტა არ დაიბნეს მაყურებელი. რამოდენიმე ნაწილისგან შექმნა. ფესტივალი არის საერთაშორისო მასშტაბის, ჩამოდიან ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები, თურქები, ფანტასტიკური კოლექციით და სომხები. ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასშტაბებიც რო არ მოგვეცა. აქედან ეს, რასაც ახლა მაყურებელი უყურებს, ეს არის ქართული კოლექცია, რომელიც ეხლა შევქმნით 2 დღის წინ. დავამთავრეთ და დღეიდან იწყება პრინციპში ამის პოპულარიზაცია. ყველაფერი ეს განსავსებული იყო სამუშაო დახურულ გვერდზე Facebook-ის და დღეიდან გაიხსნა პრაქტიკულად თქვენით ვიწყებთ ამის. შეკითხვა მექნება ასეთი. არ ვიცი რამდენად სწორი არის ასეთი შედარება, მაგრამ როდესაც მუსიკის ჩაწერა დაიწყო უკვე კომპაქტ დისკებზე, ეგრეთ წოდებულ CD-ზე, ციფრული, ამან ბევრად გაასუფთავა ხარისხი, მაგრამ არიან კოლექციონერები, ვინც ეგრეთ წოდებული ვინილს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ამბობენ, რომ სიღრმე იქ და წნევა სულ სხვა არის, რომელიც ციფრმა ვერ გადმოიტანა. აი, თქვენ შემთხვევაში მომხმარებელი აი ამ სხვაობას ხელით შექმნილ პრინტს და ესეთ ციფრულს შორის იგრძნობს და თუ ექნებათ საშუალება, შემდეგ ესენი შეიძინონ თუ აი როგორი ფორმით დასრულდება ეს გამოფენა. აუცილებლად იგრძნობს, იმიტომ რომ აი ესეთ იდეალურად გასუფთავებული შეიძლებოდა ძალიან დახვეწად, ჯერ ერთი ტექნოლოგიაც ძლივს ვიპოვე, სულ რამოდენიმე ადამიანი შემორჩა, ძველი თაობა, რომელიც მუშაობდა პრაქტიკულად აღარ არის, სულ რამოდენიმე ერთადერთი სტუდია ვიპოვე კი არა ფუნქციონირებს, ეს არის თანამედროვე წიგნის ცენტრი, ბატონი ოთარ ყარალაშვილის სტუდია, ახალგაზრდები არიან სულ, ვინც ესე იგი გერმანელები ჩამოვიდნენ სპეციალური ვორქშოპი ჩატარდა, რომ ესწავლათ ეს ტექნოლოგია და ახალგაზრდებმა დაამზადეს. არც ხდება აბსოლუტური გასუფთავება და ზუსტად ერთი და იგივე არც გამოდის. აი ეს არის განსხვავება და ეს არის მისი მახასიათებელი და ეს არის ძალიან ბევრმა ავტორმა სერიოზული ავტორები არიან. მე ხარ დავიწყებ ჩამოთვლას, იმიტომ რომ ვინმე არ გამომჩეს დაახლოებით 30 კაცამდე შევიდა. ნახეთ საკმაოდ შტაბეთ არის.
Well, სურვილი გამოჩქა, როგორც ახალგაზრდა თაობამ, ისე ცოტა ვისაც საერთოდ არ უმუშავია ამ მედიაში და ცადა და პროცესში ისეთი აზარტი მოვიდა, რომ უბრალოდ დრო აღარ იყო, ალბათ ერთი თვე კიდე დაგჭირდებოდა, რომ ახალ-ახალი ნამუშევრები შეექმნათ. ეს არის, იცით როგორი ეფექტი აქვს? აი როგორც ძველი ფოტო იბეჭდებოდა. გახსოვთ აი რაღაცა ესე წყალში რა ჩაადიოდა და ქიმიკატები და უცებ რომ ამოდის იმიჯი და რაღაცა ემოციურად ძალიან ეს არის ფენა ძალიან რთული პროცესია ერთი ფერი იბეჭდება მერე მეორე იბეჭდება მერე მესამე ახლა უსასრულობაში რა თქმა უნდა არ გაძლევს საშუალებას გრადაციაც კი შეგიძლია მოახდინო მაგრამ უფრო Andy Warhol's ვიტყვი და ამითი ალბათ ყველაფერი ნათქვამია უამრავი ექსპერიმენტი რაც მან ატარა და ეს იყო აი უბრალოდ ფერების გამა შეცვლა ერთი და იგივე იმიჯის რა ვიცი ძალიან სერიოზული ქალბატონო მსმენელი გვიკავშირდება მოდი მოვუსმინოთ მასაც თან პარალელურად თვალი მივადევნოთ ფოტომასალასაც რომელიც უკვე ფესტივალისთვის მზადების პროცესს ასახავს დილა მშვიდობისა სამწუხაროდ არა მაქვს ვიდეო რომ ენახა მაგრამ სიტყვიერი გადმოცემით მიუხედავად იმისა რომ აი ეს სტუმარმა ახსენა რომ ეს არის ძველი ბეჭდური ბეჭდური ტექნოლოგიები აღდგენა ეს ტექნოლოგია ჩემთან ძალიან ახლოა და მაინტერესებს მე ნანახიც მაქვს და პროდუქციაც მინახავს და შევკოგრაფია რო თქვა დაზრა აქვთ სადმე წარმოება და მე რიცაც დავრეკე არსებობს ლექსიკონი პოლიგრაფიული ტერმინოლოგიის და პრინტი ეს არის ბეჭდვა და თუ ისევ ამ ტერმინს გამოვიყენებთ უკეთესი იქნებოდა და საერთოდ შენობა დანადგარები საღებავები მაინტერესებს როგორ მოიპოვეს და რა პროდუქციას ბეჭდა მე შევკოგრაფიით ქსოვილზეც იბეჭდება ქაღალდზეც და ძალიან კარგ შედეგს იძლევა აი ცოტა ამობურცული ძალიან სუყე ფერებს გვაძლევს და მაინტერესებს უფრო კი ბატონო დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და პროფესიული შეკითხვა დასვით რაც საკმაოდ დიდ პრობლემასთან იყო დაკავშირებული ეხლა მე შელკოგრაფია რო თქვა რომ ქალაქში არ არის ძალიან ბევრი სერიოზული ორგანიზაცია რომელიც ბეჭდავს გადააქვს ტექსტილზეც ქაღალდზე და საკმაოდ მაღალი ხარისხის მაგრამ აქ იყო პრობლემა ჩვენ დანადგარები დაზგა რომელიც ემსახურებოდა ამ პროექტს იყო წყლის საღებავზე უნდა ყოფილიყო წყლის საღებავზე დამზადებული იმიტომ რომ როდესაც ეს ხელით ბეჭდვა ტოქსიკური არ უნდა იყოს საღებავი და ძალიან დიდ დროს ატარებ ნამუშევართან ბეჭდავი ხო საერთოდ და ავტორიც ამიტომ სპეციალურად მეკითხარით აი იმ სტუდიაში ადრე გერმანელები ჩამოვიდნენ ვინც დაამონტაჟეს ეს ყველაფერი და ჩამოიტანეს სპეციალური ბადეები და ანადგარები დაზგები აი ამ საღებავის შეძენა ვერაფრით ვერ მოხერხდა საქართველოში მოგვიწია გამოწერა გერმანიიდან და ჩამოვიდა ეს საღებავი სპეციალური საღებავი რომელიც ნაკლებად ტოქსიკური ნაკლებად კი არა საერთოდ არ არის ტოქსიკური ეს ბადე აი რაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ქალბატონმა ძალიან კარგად იცის შეიქმნა ეს ნამუშევარი და მე ეს ბადე ირეცხება ვეღარ გაიმეორებ ვერასდროს იგივეს და ეს აი ის 15 რომელიც შეიქმნა ხშირ ზოგი 12-ია ზოგი 10 არა აქვს მაგას მნიშვნელობა ის ტირაჟი რომელიც შეიქმნა ეს არის ერთადერთი ტირაჟი და შემდეგი ძალიანაც რო ეცადო იგივე გააკეთო არაფრით არ გამოვა ქალბატონო ნამუშევრები რომლებიც ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ერთი რომელიმე კონკრეტული თემის ირგვლივ ერთიანდება თუ თქვა თავისუფლები იყვნენ მონაწილეები არჩევანში რაიმე თემაზე წარმოედგინათ ტილოები ფესტივალის კონცეფცია და იდეა არის ქართულად ცხოვრების სტილია, ეს არის life and style. და აი ცხოვრების სტილი, ანუ მიზანი იყო რა, თანამედროვე ინტერიერში, თანამედროვე ხელოვნების უმტკივნეულოდ შეღწევა.
ამიტომ ყველაფერი იყო მიმართული იქითკენ, რომ ავტორს ჰქონდა აბსოლუტურად თავისუფალი იყოს თემაში შეზღუდული, არანაირად არ იყო, მაგრამ უნდა ეფიქრა იმაზე, რომ მაქსიმალურად მშვიდი, საინტერესო და კარგი ყოფილიყო ინტერიერში მისი კარგად გამოიყურებოდეს მისი ნამუშევარი. Ну, რა ვიცი, ფიქრობ, რომ მიზანი მიღწეულია და ასევე წარმოვადგენთ ძალიან სერიოზულ კოლექციას. გერმანელები ყავს არაჩვეულებრივი ავტორები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სახელოსნო, მაღაზია და კაფე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადგილი და იქ მოხვედრა და დაჯდომა და ერთი ძალიან დიდი სიამოვნება. თურქი 10 ქალი ყავს აი ესეთი სერიოზული ბეჭდავები და სერიოზული პრინტმეიკერები, ასე ვთქვათ და რა ვიცი, ეხლა ფესტივალი ბათუმში დაიწყება, შემდეგ დაიწყება 17 აგვისტოს და რამდენ ხანს გასტანს? 7 სექტემბრამდე გასტანს ბათუმში. მერე არის შემოთავაზებები, რაჭაში არის არტის საერთაშორისო ფესტივალი, იქ მიდის, რა ვიცი, ფოთთან არის, მინდა რომ მოიაროს მთელი საქართველო და სექტემბრის ბოლოს ზუსტად თარიღები დადგენილი არ არის, ოქტომბრის დასაწყისში იქნება ახალი სივრცე ფაბრიკა, თქვენც იცით, აქ იქნება თბილისში ჩამოვა ეს ფესტივალი. და რა ვიცი, წლის განმავლობაში ეს არ მინდა რომ იყოს ერთჯერადი, რახან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, მინდა რომ ერთი სივრცე შეიქმნეს, არც თუ ისე დიდი კომფორტული ადგილი, სადაც ადამიანს შეიძლება მოვიდეს და ათვალიეროს, შეარჩიოს, კონსულტაცია მიიღოს, აიღოს, შეიძინოს და ასე შემდეგ. იმუშაოს ჩვენთან ერთად თავისი ექსპერიმენტები აკეთოს. და რაც მთავარია, მინდა რომ ახალგაზრდა თაობა ჩაერთოს. რა თქმა უნდა. და ეს იყოს მათთვის სტიმული. აი აკადემიაში მუშაობს ძალიან კარგი ახალგაზრდები. მოდიან ჩვენ აკადემიის პროექტი ცალკე გვაქვს ერთი პროექტი წარმოადგინა ძალიან კარგი აკადემია და აქვთ ეგეთი დამოკიდებულება კი ვისწავლე და რა მე არაფერი ხო ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ შეიცვალო მიმართულება და წახვიდეს სხვაგან მაგრამ როდესაც მისი ნამუშევარი მოთხოვნადია როდესაც ამ თემის გარშემო მიდის რაღაცა მიმართულება და მუშაობა ფიქრობ რომ მათთვისაც სტიმული იქნება რომ მხატვრობას თავი არ დაანებოთ აღარ უნდათ მხატვრობა და ერთი შეკითხვა მექნება ჩვენი საუბრის დასასრულს ძალიან მოდურია ახლა ასეთი ნაბეჭდი ქსოვილებით ნაბეჭდი პროსტovat სამოსის ტარება და ძალიან საინტერესოა იგივე აი ამ საღებავების გამოყენებით ტექნოლოგიით რომელთაც იბეჭდება რა დროის განმავლობაში შეიძლება იყოს მედეგიეს გამოსახულება სამოსზე რა დროის განმავლობაში ვისარგებლებთ ჩვენ მისით ჩვენ გავაკეთებთ სულ რამოდენიმე წელს ფესტივალის თანხლები იქნება ეს ფესტივალის ფარგლებში გაიყიდება და სადაც წავა ფესტივალზე ყველგანი თითო ავტორის ალბათ 2-3 წელი იქნება და ესეც იქნება საავტორო შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან სერიოზული ჩაისჭიქების კოლექცია და ერთი კიდე დამოკიდებულება გვაქვს, ანუ ერთ-ერთი მიმართულება გვაქვს, ჩაი და ხელოვნება, ამის სინთეზი, იქნება ესეთი საღამო დავლიოთ ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, რომელიც აი ამ პრინტთან იქნება კონტექსტში. ანუ მე მინდა რომ მაინც ყიდულობთ ხო ჩაისჭიქას და გჭირდება უკვე იქნება ესეთი სიტუაცია მინდა შევქნა რომ აი საკოლექციო ხაზი მინდა რომ შევიძინო და მქონდეს კოლექცია ხა შეიძლება მე არა მაქვს ნამუშევარი მაგრამ ნუ სადღაც 10 ლარი 15 ლარი შემიძლია თავისუფლად გადავიხადო და მქონდეს ანუ აი ეს მოდურობა ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად გამძლე იქნება ეს ყველაფერი გამძლე იქნება ყველანაირ რეცხვას მანქანით რეცხვასაც კი ექვემდებარება
ძალიან საინტერესო. რა ვიცი, გეპატიჟებით მოყოლილს ნანახიჯობს. რა თქმა უნდა და ისინი ვინც ბათუმში აღმოჩნდებით მეგობრებო 17 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით აუცილებლად ეწვიოთ აღნიშნულ ფესტივალს და კონკრეტულად რომელ სივრცეებში იქნება გაბატონებული? ერთი არის TBC გალერეა, ძალიან საინტერესო დიდი ვერანდით და იქ იქნება კიდევ ყველა ღონისძიებას თავისი ასე ვთქვათ პერფორმანსი ექნება. ჩამოსულები არიან ამერიკიდან ჩვენი ძალიან ცნობილი მხატვრები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი, რომლებიც ერთ-ერთ სივრცეს აივსებენ, იქვე შექმნიან აი ეს რაც გაფუჭდა მასალა. იქიდან შეიქმნება პერფორმანსი ქუჩაში. მეორე სივრცე არის ხელოვნების მუზეუმი და მას აქვს დიდი გალერეა და მესამე არის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ეს არის ცოტათი აი ესეთი ალტერნატიული ძალიან საინტერესო სივრცეა სასტუმრო რედისონის პირდაპირ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის. წარმატებას უსურვებთ ფესტივალს. პროექტს იმედი გვაქვს რომ აუცილებლად მეტი მონაწილეც ეყოლებოდა, გულშემატკივარი თავარია და დამთვალიერებელი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ასოციაცია არტ-კავკასიის თავმჯდომარე და ღონისძიების პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი ნანა ყირმელაშვილი. გემშვიდობებით საუკეთესო სრულებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ კი ეთერი განვაგრძოთ სიმღერით